მოგესალმებით გიგა. გამარჯობა. თამთა. როგორ ახართ? როგორი განწყობით ვართ? კარგი. მოდი გაგვეცანით ვინ ხართ, რა საქმიანობთ, რა შვებით? ვინ დაიწყო? როგორია თქვენი ყოველდღიურობა? შენ დაიწყე. მე ვარ გიგა. მომღერალი. მომღერალი. ან მომღერალი ხარ? ხო, არა, ხო, გიგა ვარ. ვარ სცენარისტი. იუთუბერი. ესე ტიპი ვარ რა. ჩვეულებრივი ტიპი ვარ რა. YouTube-ზე რა საკეთებ? მიყვას რაღაცები. მიყვას რაღაცები. ოკეი, აი, სცენარისტობა ან რაღაც იუმორისტული განხილვა? ხო, იუმორი, არა იუმორი რა, ვის სერიალებზე მიმუშავია. ძალიან კარგი. სხვადასხვა გადაცემებზე და ასე შემდეგ. შვენიერი. სიმღერასაც წერ. სიმღერასაც. კი. ანუ მომღერალი ხარ? მომღერალი, არა, მომღერალი მე არ მიმღერია, მაგრამ. შენ არ მიმღერია. ვიღაცებს უწერ სიმღერას. კი, უწერ, ხო. აი, ბოლო ჰიტი, რომელიც დაწერე. ბოლო ჰიტი? აი, მერაბ საფაშულს რა დაუწერე ბოლოს? არა, მერაბ ბისთვის არ დამიწერე. როგორ არა? არა, დამიწერია მერაბისთვის. კი ბატონო. თამთა, შენ გაგვეცანი, ვინ ხარ? მე ვარ თამთა. საკმარისია. ხო. ამით უკვე ყველაფერი ნახომია მეგობრო. მოცეკვავე ხარ? კი. ვარ პერსონალური მწვრთნელი, ცეკვავ ჰიპ-ჰოპს. და ვარ ქორეოგრაფი. ქორეოგრაფი. Yes. რამდენი ხანია ცეკვავ? მე 5 წელია უკვე ცეკვავ. მე 5 წელია ცეკვავ. ანუ ეგრევე ჰიპ-ჰოპით დაიწყე თუ რაღაც შეცვალე ჟანრი? იყო ბავშვობაში რაღაც ლათინი და ამ შემდეგ. სამეჯლისო სპორტული ცეკვები, მაგრამ მე ხო შევცვალე ჟანრი. სამეჯლისო სპორტული ცეკვა. Yes. ან სამეჯლისო თუ სპორტული? ასე ქვია, სამეჯლისო სპორტული ცეკვა. არა, სხვა შორის ძალიან კაია. ძალიან საიდან ხარ? იმერელი ვარ. ხო. აი? შენ საიდან? აი. შენ საიდან ხარ? გამოვიცნო? მიდი. შენ იქნები? ძალიან დიდი ხანი ფიქრობს. გურია. რაჭა. აუ ძალიან მიყვარს რაჭა. აუ მე. არა, კიდე ერთი შანსი გაქვს, ბოლო შანსი. აქ კახეთი არ იქნები, ქართლი. ვერ გამოიყენე ბოლო შანსი. სვანეთი, აჭარა. ლეჩხუმი. ყველაფერი თქვეს. სამეგრელო. Yes. სამეგრელო? მეგრელი ხარ? ხო. აუ, გებჟალია ძალიან მევასება. აუ მართლა მე არა. მართლა? ხო. კაი. რა შეგვი? ეგრე არ უნდა დავადო? თუ რაბა? ანუ ასე? ბიჭო, არა, ანუ ხელს ლოყაზე რო ადებენ რა. ხო. რა შვები ჩიტო? ხრუტა როგორ ახარ? არალე. ჩემზე რო ხრუტას იტყვიან. თან პირობაცას. ცხელა კლასობანა ხო არ ვითამაშოთ? აუ ცნაირად მიხურებს. აი, გინდა უფრო ნაზი ვიყო? არა. ვაფშე დამიკარგა იმ. კაი, მიდი ხო. დაიწყე. კი. არა. ან ჩვენ შორის რომელიმე ნაზი ხო უნდა იყოს? და მე ვიყო ნაზი? სხვა გზა არ არის. არა, ეგრე არ მოწყობს. მიდი. კაი. რაცას ვიზავ? მიცანე? აყვავდება როცა ნუში. მერე ხრუტა მერე? მოვედი. კეთილი. დეშით.
ან საერთოდ არ გამეცინა მაგაზე. არა, ჩემი ბრალი. და სპორტაშორის ხორცს არ ჭამ. აუ, აი რა. ხორცს არ რა. აი რა. აუ, რა შევთანხმდებით? რატო არ ჭამ? არ მიყვარს უბრალოდ. არანაირი ხორცი. არანაირი ხორცი. თევზი? არა. ბლენდერში რო გაატარო? არა. არა. არა, მე შენი კვებები ჯანსაღად? არა. ეს საერთოდ არ იკვებება. მე არ ვიყვები აუ, ჯანსაღად. ფიქრობ რომ ვერ შევთანხმდებით. კარგით, მითხარით თქვენი მიჩემნია რომ სიმართლე გითხრა ვიდრე ის. red flag-ები მაინტერესებს თქვენ. დაიწყე. ჩემი red flag-ი არის ხორცს რო არ ჭამს. გოგოს რომელსაც smartphone-ები არ აქვს გამოწერილი. YouTube-ზე არის red flag-ი. აი, ხუმრობით, მაგრამ გამოიწერე. არა, red flag-ი არის. ჩენელი რაღაც. ისეთი მნიშვნელოვანი და რაღაცა არ მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს წვრილი red flag-ები რა. წვრილი გავერთო მსხვილი. მაგალითად, ფეხბურთს რო არ უყურებს, ჩემთვის red flag-ია. გოგო. კი. უფ. რა გადან? ხო. კიდე ის რომ ჩემს ხუმრობაზე რო არის ცინის red flag-ია. აჰა. კიდევ ის რომ ანუ ბოდიში ყველა ხუმრობაზე? ნუ ძირითადზე რა. ძირითადზე ხო შეიძლება. ანუ შენ დაყოფილი ანუ შენ რო გეცინება, იმანაც უნდა გაიცინოს? მე ხუმრობას ვამბობ. მე ხუმრობას ვამბობ. ესე იგი სასაცილოა რა. აჰა. ხო და უნდა გაიცინო. დებულება ეს. ხო. ნუ უნდა მიმახვედროს რომ შემდეგი. ესე ამ. კიდევ არის ის რომ პიძზე თქვი ზოგადად თუ red flag-ი არის ის რომ რა არ მომწონს იცი? აბა. აუ რანელია. არა, თან ვფიქრობ. That's what. ხონა გავიხსენ. ისე რომ საუბრობს რა, ჩემთვის ცოტა გაუგებრად რა, რაღაცებს ისეთ სიტყვებს რო იყენებს, რომელიც ჩემთვის გაუგებარია და ახსნა მჭირდება, აი მაგალითად რატომ მაგალითად იობანივროთ ან რაღაც. აი თუნდაც ხო აი ეგ რას ნიშნავს? ანუ ხო ხტები აი ანუ მეგრულ რაღაცებს არ გამოვიყენებ. როგორ? მეგრულ სიტყვებს არ რა იცი მეგრულად? ყველაფერი. გინების გარდა. არა, სამეგრელო მიყვარს ზოგადად. მაგრამ გესმის? ხო, ანუ საუბარში, საუბარში რაღაცას რო ვერ ვიგებ, ანუ ჩემთვის შინაარსს red flag-ია რა. როდესაც ვერ იგებ, ხო? მაგას სიტყვას. იწეხი, ან სიტყვას. აი red flag-ები მითხარი მეგრულად. ხადაო. ხო. ჩქიმ red flag-ები ასე ასე ვადმაჭყინე თეშნერ მუდგარენებ რა. ვამოკო. ვამარა გადაუბრალოთ. გაიგეთ? მიხდით? აუ არ მინდა რა მეგრულად არ კარგი. არა განა ის რომ რაღაც ისეთი ის მაქვს უბრალოდ რაღაც არ მინდა ხალხთან ისე მოხდეს რა. კიდე რა არის red flag-ი? აბა. უნდა იყოს ყოველთვის ისე რა. ისე. ჩაცმული რა, რომ სულ უნდა ყველა უნდა ხედავდეს რა. ანუ ჩაცმული უნდა იყოს. ხო, ან ყველა რო დაინახავს ადამიანები, კომპლიმენტები უნდა უთხრან რა, ისე უნდა გამოიყურებდეს სულ აუ ეგ ძალიან კაია იცი? ხო, რა თქმა უნდა. ხო, ზოგს არ აქვს ეგ. ანუ ზოგს პირიქით პრეტენზია აქვს მაგაზე და ეგ ძალიან კაი რამეა. ოჩახ. მადლობა. ეგ არის. 10-იანი დაჯექი. აზი ხარ. ალბათ დავჯდები. ჩემი დრო არ არის, ის მეც ვიტყვი. ზოგადად ჩემთვის კაცი არის red flag-ი. აჰა. როგორ? ამოუჭერი. გავიდე. ამოუჭერი რა. მოიც რატო? არ ვიცი, აი ასე მოიტანა ცხოვრება. ცხოვრება რა შუაში? მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ გოგოებზე ვარ გადასული მეგობრებო, ჯერჯერობით არ. ხო, გოგოების red flag-ია ზოგადად რო იცით. აუ არანაირად. არანაირად. არა, მე ჩემთვის red flag-ი ის არის, რომ დავამატებ red flags რა. ანუ არ მაცდის ეს ბიჭი საუბარს რა. ერთ red flags დავამატებ. წეგან ჯერჯერობით თქვა და აი ჩემთვის red flag-ი არის რა. მხოლოდ მამაკაცები უნდა მოწონდეს. შემდეგი. მე მაინტერესებს კაცებს რატო ეძახი რომ ანუ ზოგადად კაცი red flag-ია ანუ ყველა? ანუ ყველას ვერ ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ ყველა არ ვიცი ხო? აი გიც შთაბეჭდილება და რა ის გიორგი ვიღაცა? აი გიორგი აკრა. ეგ როგორი რაღაცა თქვი, ცი ხა რომ აი მამაკაცები რაღაცა თავი გამოიზვრინე კი არა და ანუ მე საყვარელო თავის გამოძრენას არსად არ ვცდილობ. ლითი რა გიცი? დამი კონკრეტე.
დააკონკრეტე. ანუ ჩემთვის ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რაც დავაგროვე 26 წლის განმავლობაში ზუსტად ეგ შთაბეჭდილება დამრჩა და ეხლა ამის მერე როგორ იქნება არ ვიცი ანუ რაც ახლა ხდება რა როგორც დავაგროვე მაგას ვიძახი რა ანუ შენთვის მე red flag-ი ვარ? არის red flag-ი მე red flag-ი ვარ შენთვის? რა ვიცი ხო ლახ ბიჭო ან ძალიან არა აი ნარინჯის ფერი რაღაც გაკრავ ხდები ცოტათი გაკრავ რა ვაუ ეგრე შენც ხო თქვი რაღაცაზე რომ red flag-ი არის აი ანუ კაცი red flag-ია ანუ კიდე მაქვს red flag-ი რატო ხო და აი რო ჩაუღრმავდი ანუ რატოა კაცი red flag-ი ანუ რა არის მან არა მინდა ეს ჩაღრმავება ეხა სხვა red flag-ზე That's what she said, აი. ანუ ეგ ხო ჩავუღრმავდი იმიტომ არის რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რაც დავაგროვე აი კონკრეტულად რა არ მოგწონს ანუ აი პატივისცემა რო არ აქვს რა ქალის მიმართ აი გარ მომწონს ხო მაგრამ ყველა ხო არა ეგეთი ხო და მაგას ვიძახი რომ ყველა არ ვიცი ჩემი გამოცდილებიდან რაღაცა გაუგებრად საუბრობ ხო შეიძლება ეთახმები არა. აი ცოტა ჩამოშორდა ეხა red flag-ს ხდები ანუ ფერი იცვალა რა ამას თუ არ გავამწვანებინა. ბილეთს რო წურავ გამწონა კიდევ red flag-ია, როდესაც არ ვარჯიშობს. და ჯანსაღ ცხოვრებას არ მიყვება, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ანუ განა იმიტომ ვიძახი, რომ რადგან მე ვარჯიშობ და რაღაც, ზოგადად რა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის უაზრობა, უბრალოდ ეს რკინების აწევ დაწერვა მაგალითად. რა? ანუ კი, მირჩევნია რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე ხო მაგალითად რატომ ის 1 საათი შენ თავს რო თუნდაც ელარჯი შევჭამო ანუ შენთვის და იმითვისი ამ არა რა მაინტერესებს თუნდაც წავიდე სადმე გასართობად და დავიდე აწევა და რაღაც ჰანტელებით გამოყენება იმას ნიშნავს რომ ანუ უაზრობა იმიტომ რომ გონია რომ უბრალოდ ჯანზე კი შეიძლება ის რკინა დამეცეს და მოუკვდე კი ბატონო მაგრამ მეორე მხარეს რატო არ უყურებ მენტალურ მხარეს არა ორივე მხარეს უყურებ კი და ის მხარე უფრო მომწონს მენტალურ მხარეს უყურებ ის მხარე უფრო მომწონს აჰა ბოლოს რას უყურებ მენტალურს მენტალისტს კაი ოკეი ეგ ჩემ ხონებაზე გაეცინა აი ამას გონია გამწვანებ ესეც გამწვანე არა და სხვა რაღაცაზე გამეცინა უბრალოდ ბოროტულად ხდებით უბრალოდ ანუ რაზე გაგეცინა თქვი მე ხა ყველაფერს ვამბობ რაც მომდის და აი მაგ ფაქტზე რომ ეს კაჩაობა არ გეოს ძალიან ცუდი მას გამო შენ იცი მეგრული ბიჭო ჩემი აღარ მაგეს მხარით მე ხო იცი red flag-იდან ეგ არის სულ ხო ვაიმე სულ არა ძალიან ბევრია მაგალითად კი გამოვუშვიდი რა ხამონადგურებ კაცებს მიდი ბოლომდე არ მოსწონს, როდესაც გოგო რაღაც სფეროშია და მაგ სფეროს ვითომ იღებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ვერ ეგუება რა. აი ძალიან ხონია ეგ მომენტი? ვაიმე სულ. ანუ ძირითადად სულ ეგ. ცეკვაზეა საუბარი თუ? კი, ცეკვაზეა საუბარი. იმიტომ რომ სულ ეგრე ხდება რა. ჩემი აზრით მიმღებლობა უნდა გქონდეს თავიდანვე უნდა იცოდე რა, ვისთან და რანაირად ხარ რა. კი, ეგრე არის ზუსტად. კიდევ ის არის რომ არ ვიტყვი ახლა მაგას რა ხდები აი დაიწყო და არ ამბობს თქვი მიდი აი ეს ასე უნდა ალოდინოთ ქალებო კაცები მოიცადე ხო კიდევ red flag ის არის რომ თავზე თმა არ აქვს კატიში კამერა არა მე ხო არ ვარ დაიწე ახლა არა ზოგს მართლა ძალიან უხდება უბრალოდ გემონების კიდე კაი პარიკი წამოვიდა ტესტოსტერონი მაქვს ახლა კიდე კაი პარიკი აი რა გაიცინა კიდე გაიცინა ბიჭო დაითვალე ჩემი აზრით ოკეი და მეორე შოთი შევსვათ მეორე უცი დავა მივასხათ დღეს დარღვევის დღეა მეგობრებო ყველა red flags გავუმარჯოს რომელიც დროთა განმავლობაში გამწვანდება. ხო, გამწვანდება. ხო. ეს რაღაც ძალიან ისე საუბრობს, ხო? გამომარჩოს. რატო გონი ერთი რომ გამწვანდება? რა ვიცი. კაი, გეგონოს. სამ ფაქტს ვიტყვი თქვენ შესახებ. დაუშვათ გიგას ვეტყვით ამთა შესახებ, რაღაც სამ ფაქტს რა.
აქედან ამ სამიდან არის მხოლოდ ერთი სიმართლე. და შეუნდა გამოიცნო ეგ ერთი. ძალიან იზია ჩემი. თან რაღაცები უნდა კითხო, ანუ ეს რატო, როგორ რაღაცა და ანუ თან უნდა დაგარწმუნოს, რომ სამივე სიმართლეა რა. ხო და მე უნდა თქვა რომ და მე ანუ შენ რომელი თუ ვერ გამოიცანი? თუ ვერ გამოიცანი, მაგას მოვიფიქრებ. კაი. red flag-ია თუ ვერ გამოიცანი. ოკეი, აი ხა კაი. არ არის red flag-ი? მიწექი რა. ცა. მოკლედ. ყოფილი ქორწილში იცეკვა ბრეიკდანსი. ლოგიკურია. ავტოინსტრუქტორად მუშაობის დროს ქრაშავდა მოსწავლეს, რომელიც აღმოჩნდა გეი. ლოგიკური. ხო. და შავი ქამრის მფლობელია. მეცა. ჩემი. აუ, კამერაში რო გააკეთე. აუ, გაიწიე ხო? ჩემი და წავალ. ჩანს მეგობრებო, მოიცა 40 გასკერა თვალებ დამიბნელდალი. გასული ჩემი. აუ, დამცხადა, მეტი გავიხდი მეტი, მაგრამ აღარ გავიხდი ჩემი. კაი, ოკეი. კაი, დავიწყე. ექსამი ფაქტია, ხო. დაიმახსოვრე? გაგი მეორე. ავტოინსტრუქტორთან მუშაობის დროს ქრაშავდა მოსწავლეს, რომელიც აღმოჩნდა გეი. ყოფილი ქორწილში იცეკვა ბრეიკდანსი და შავი ქამრის მფლობელია. რა გეცვა ყოფილი ქორწილში რო იყავე? შავი კაბა. ყოფილი ქორწილია. სუშავები გეცვა ფეხზე? ფეხზე ჩავე. ოღონდ ცოტა ბრჭყვიალებდა რა. როდის იყავ? 3 თვის წინ. დღე? გემახსოვრება ხა უეჭვე. შაბათი იყო, ოღონდ რიც ზუსტად არ მახსოვს. შაბათი. 3 თვის წინ. მარტში ქორწილს არ იხდი. აუ, საწავიდა. კაი. რომას სიმღერაზე იცეკვა? ყველაზე თითქმის, იმიტომ რომ მინდოდა რომ არა, ერთი მე კონკრეტული. ნინო ჩხეიძის იყო რაღაც ჩართული მაგაზეც ეკავდი მახსოვს. კაი. კიდევ იყო ის ხო, ინსტრუქტორად მუშაობდა და ისე ქრაშავდა მოსწავლეს და აღმოჩნდა გეი. და შავი ქამრის მფლობელი. შავი ქამრის, ხო, ეგ მაინტერესებს. ანუ არ გჯერა? ჩემი დედა. შავი ქამარი ანუ მოიგე თუ როგორ ქენიან? ხო, მფლობელი ვარ. დაამარცხე. ვინმე ფინალში? ვინ დაამარცხე? ყველა ვინც. არა, ფინალში ვის მოუგე გოგოს. გოგოს? ან სახელი გვარი გითხრა? ანუ ხა ძალიან ისე გამოჩნდა. როგორი გოგო იყო, ვინ იყო? იქნებ შენზე უკეთესია და ურეკორე. როგორი იყო? აზარტული. ან ცდილობდა რომ ძალიან ისე ანუ მანქანები გიყვარს? ესე? მანქანები? ხო. ძალიან. მართლა? ყავს შენ მანქანა? არა. აღარ. დავამტვრე. მართლა დავამტვრიე? ხელით. არა, კლდეს შევეჯახე. ას მანქანა ჩაიდო კუნძზე ასე და და ანუ ის იყო რა ქვია, ეხა იმას რო ქრაშავდი რა იმ ტიპს. ტიპს რო ქრაშავდი. ხო. როგორ გაარკვია რომ გეი იყო? თვითონ მითხრა. გეი ვარო? ანუ მიხვდა რომ ქრაშავდი? ეს მივიდა ასე და გეი ვარ. ხო, ან რაღაც არის. არ მომეკარო. ხო. მე ლიმონს შევჭამ. როგორი რაღაც იყო იცი? ისეთ მიმოსულაში ვიყავით რა, ანუ ის სახში რო გაცილებს და რაღაცა რა. ხო, მისლა. კი ბატონო. ჭამასმა, ხო. არა, ჭამას. ჭამაში შენ არ ჭამ ხორცს. გოგლი. ანუ ხორცს რო ავჭამ, იმას არ ნიშნავს ზოგადად საკვებს არ. მე ხო გითხარი, საჭმელს ავჭამ ხორცი თუ არა აქვს მე. გავიგე, პრასი გელსება? როგორ? პრასი. იქ რა არის? პრასი არის, იცი რა არის? პრასი როგორ არის? და რა ვქნა? ქართული ესტად როგორ არის? არ ვიცი. პრასი როგორ არის? ანუ ესენი ერთმანეთს იცნობენ, გაიგეთ? და მე უმცირესობაში ვარ. არა. კაი, გააგრძელე, ანუ კითხვა დასვი არა, უკა გამოვიცანი და. აბა რომელია? ბოლო არა. რომელი? ქრაშავდა ტიპს, რომელიც გეი აღმოჩნდა. ეგ არის? ან სიმართლე? გეტყვი როგორ გამოვიცანი. მიდი. ხო ეგ არის სიმართლე.
მე რა ვიცი, ჯერ მითხარი. გამოგცან იქიდან გამომდინარე, რომ წინა ორზე რა კითხვას დავუსვი რა, მხოლოდ კონკრეტული პასუხები ქონდა და მესამეზე თვითონ განმოხატა ინიციატივა, რომ თვითონ ესაუბრა იმ მესამესთან დაკავშირებით. მგონია, რომ მესამე არის. ორი ხიდან გაჩული და მესამე არის ცასალდა ტიპს, რომელიც გეი აღმოჩნდა. მოყევი თუ სიმართლეა, ჯერ თქვი სიმართლეა თუ არა? ხო, სიმართლე. სიმართლეა. ხედავ, ანუ ძალიან მაგარი ვარ. ანუ ხედავ ხო, არ უნდა ხო. აი, მოყევი რატო როგორ რანაირად მოხდა? არა. მართლა დამოღა მეც. ჩემი მომენტ როგორ გამოვიცანი. დინახე. როგორ გამოვიცანი ადამიანი. დინახე რა ვქენი რა. ანუ ადამიანი როგორ გამოვიცანი. საწაკინას მას. ანუ ეს იმიტომ რომ გინდა და გურებულზეს მაგ, გინდა და გურებულზეს. სადაც მე მივეცი საშუალება ამ ყველაფრის ხვდები, ანუ დავეხმარე. აბა რა, წოუჯიკება და. აბა რა. მოყვე. მოყევი აბა. ანუ მე ვიყავი ავტოსკოლაში თეორიის ინსტრუქტორი რა, მასწავლებელი. და ნუ არ უნდა მოხდეს ახლა ეგ ფაქტი, არ გაიმეორებთ მეგობრებო მსგავსი რა, მაგრამ მოგეწონა ერთი ტიპი მომეწონა რა. რა თქმა უნდა, ხო. ჩემი ანუ მოსწავლე რა. ეგ გაიმეორონ შეიძლება რომ მოეწონოს. შენზე არა, უფროსი ეგ იყო? პროფესიონალიზმში არ ჩდება რა თქმა ზოგადად რა, უნდა. მაგრამ ნუ ვაღიარებ ახლა. შენზე უმცროსი იყო? ჩემზე უმცროსი იყო რა თქმა უნდა, კი ბატონო. და ნუ ესეთი ფაქტი მოხდა და თურმე შენზე უმცროსი ბიჭები იმიტომ მოხდა ზოგადად. მაცილებდა აუ იცი რა არის შენ ზაჭკიანი ხარ არ მომწონს უბრალოდ რატომღაც ყოველთვის ჩემზე უმცროს ანუ პაწუკა აი ამ ხელა ბიჭებს მოვწონვა რაც ძალიან ცუდია იმიტომ რომ ამ ხელა ადამიანზეა საუბარი თუ რას ნიშნავს ეს? ასაკით ამ ხელა ბიჭებს მოვწონვარ ყოველთვის ხო ყოველთვის არ ვიცი რატო რა ალბათ ეგეთი ვაიბები მოდის ჩემგან რა რას ვამბობ? ვაიბი როგორ იქნება მეგრულად? ვაიბი? ვაა. ან მოგეწონა შენი მოსწავლე და კი ბატონო და ანუ სახში რომ აცილებდა რაღაც ეს თურმე გეგმა ის იყო რომ ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე ბიჭი მოსწონებია ამას და უნდოდა რომ მე მეთქვა მაგაზე ინფორმაციები რა. ასე ოკეი. ბატონო. ჩააბარეს? რა თქმა უნდა, ჩემთან ყველა აბარებდა აბსოლუტურად. ძალიან კარგი, გიგამ გამოიცნო. ყოჩაღ. ახლა მე გეუბნები რა გეტყვი, გიგა შესახებ სამ ფაქტს. მოიცა? დაიწყე. აუ მართლა მაგარი კუნთები გა. აუ ხო. მათხოვე რა. აი მართლა მაგარი კუნთები. გუგუებს დავკერავ მათხოვე რა. სხვა შორის Side chest. აუ ბიჭო. ჰა? ეს side chest. Side chest. კი ბატონო. სხვა შორის მომწონს გოგოს. West chest რომელი? ანუ ხელებზე არ ვიცი, მაგრამ აი ფეხები რომ ნავარჯიშები აქვს და ძალიან მომწონს. ხო, მაგრამ ძირითადად გოგოები ავარჯიშემ უფრო ქვედატანს და გოგოებო ძალიან გთხოვთ, რომ მარტო ქვედატანზე აქცენტი არ გქონდეთ, რომ ზედატანიც ცოტა კარგად. ნახე, მე ეს თქმა მინდა რა. ზოგადად პირველად დავინახე, რომ გოგოს ზედატანიც ესე აქ განვითარებული რა. ძირითადად ეხა ფეხები ცდილობს ხდებით, რომ ანუ გამწვანდეს. არა, მაგას არ ვცდილობ, უბრალოდ რეალობა რაც არის, იმას ვაპარაკობ შენთვის გამწვანებ თუ გააწითლებ, შენი გადასაწყვეტია, ჩემო კარგი. ანუ ეს უნდა ახრა ჭირთ. всё, მორჩი? კაი, ისა ფაქტებს ხო და მომეწონა მეთქი რა. მადლობა, ვიცი ხო. გისმენთ. იცი რომ მოეწონა? ხო, რა თქმა უნდა, ხო. რა თქმა მე არ ვერ გადამიწევ ესე მგონია. ანუ შენ ხელს ძალიან გადამიწევ. ბაძი გემოვნება გაქვს აშკარად, ხო? ხო რა მე არ მომწონს მაგალითად. მეც არ მომწონს თავზეც მარო არ გაქვს. რა პრობლემაა? всё, არაფერი. всё? კაი. ხელი გადავწიეთ მინდა. მოდი. მეცა. ოი ხარო გადამიწიოს. რა? Red flag-ია. Hold on. და ჩვენ თვითონ გადაწყვიტოს ახლა აწყობს თუ არა ანუ მეგობრებო ესე მარტო ხელები არა ზურგიც ძალიან კარგი მაქვს არ ვიცი აქ ჩანს თუ არა როგორ გამოვაჩინო ხო რა მოჭერა ბჭე ბიჭო გამოიწერე ეს უეჭველი გადამიწევ დალაიქეთ ეს ვიდეო უეჭველი გადამიწევ თუ გადავჭით დღეს და კიდე გამოუშვი ეპიზოდები მიდი და გამომიწერეთ სხვათა შორის 10000 გამომწერეთ თუ გავედით მე დავждები აქ ოღონდ თამთა არ იქნება აქ ვიღაც სხვა იქნება რა ანუ მაჯა აქვს ჩატეხილი მეგობრებო ეს ძალიან არ გიგა ჯობნის თან მე ფეხით მიჭერს აქედან როგორ კაკა ანუ როიცოდე ბიჭო რა კუნთია
არა, უნდა ხდეს, უნდა იცა? ბიჭო, ვერ უწევ. ვერა? რა ჩემ. ვერ უწევ. ანუ გაიოფლა ხალხო? მიდი, ჰა. მიდი. კაი, მიდი. რაღაც საერთო თვალებით მიყურე. დადე, მიდი. Hold on. აუ, თავიდან მოიცადა მე რა. აუ არა რა. მეც სადმაკ პუნთი, შეხედე? აი. ამას დაი კამერას, გადადი კამერას. ამას შეხედე. უყურე? მიმიზდუმეთ რა, აი აქ ამაკ. ხედავ. ის ერთი. აბა გაიხადე ის. არა, გამხარი. ვაიმე ჩაიცვი. აი. მა ტატუები მომწონს ზოგადად. პატარ-პატარა მეც რაღაცეები მახატ მაწერია. აი. აჰა. სმაილია ის? დაბლა. არა, 96 ეწერა. Yes! ძმახარ. აი, მოგეთ გავაგრძელოთ გიგას შესახებ სამი ფაქტი. ესპანეთში უკბიდა ქათამმა. მორაგბეა და მონაწილეობდა დიროლის რეკლამაში. ანუ ეგრევე ვიტყვი რა. მგონია რომ დიროლის რეკლამაში მონაწილეობდა. არ გინდა რა მეკითხო? არა. არა? არა. პირდაპირ? კი, პირდაპირ. პირდაპირ ადამიანი ხარ ზოგადად? ხო. ანუ რა მორა. სიმართლეს ეუბნების ზოგადად ადამიანებს პირდაპირ. კი, ძალიან პირდაპირ ვარ მართლა. მაგრამ მითხარ რომ თქმა აი. სიმართლეა? დიროლის რეკლამაში. არა. რა ბიჭო? მოდი აქ. მოდი. მოდი, ჰა, მოდი. ოჩები, თამაშინია. ძალიან მიყვარს კაცს რო ეშინია ქალის. არა, მორაგბე ვარ. არ გინდა ყოფილი მორაგბე რა. ანუ მომისმინე სიტყვა ყოფილი უნდა გეთქვა. მორაგბეა სხვა. ნახე, ჩვენ ხო ყოფილებზე არ ვლაპარაკობთ და იმიტომ ყოფილი მაგიტომ არის. ყოფილებს ახლა საუბრობთ ისე მარტო და თქვენ. ანუ როდის ვსვავთ? ძალიან მაინტერესებს ხო? დალია მიდი. დავლევ. სხვათა შორის რო იცოდეთ ხალხო ყოფილი მორაგბე ვარ მართლა. ვიზუალზე 9 ნომერი ვიყავი, ძალიან დაბალი ვიყავი მართლა. ერთი წუთი მე რო დაბალი ვარ რა. არა, დაბალი? მე უბრალოდ ჩემი მაგალ თქვი. ანუ დაბალი ადამიანი, Red დაბალი. flag-ი კიდევ ერთი. დაბალი ადამიანი, red flag-ია ხა. კაცი ზოგადად, როდესაც ქალს აბულინგებს ხელს ვერ უწევს. და ხელს ვერ მაგრამ მეთკინა. ხო, ცოტა ძალიან red flag-ია. კაი, დავლიოთ. ასე რომ ხალხო ივარჯიშეთ კი არა. დავლიოთ, მე მოიშვი რა მაინტერესებს, ყველაფერში დომინანტი ხარ? ანუ რაში ვარ ახლა დომინანტი, რაში? ზოგადად ვცდილობ რომ იყო დომინანტი. მაგალითად. როგორ არა? მეც რას ანუ ხომ მოგწონს ეგ ფაქტი რომ დომინანტი ხარ? არა, მე რაღაც როლებს ამიგებ მე რატო არ ზარმიზარებად ვცდილობ დომინანტი. ნახე, ზოგადად ისინი ცდილობენ იყვნენ დომინანტები, ვინც არ არიან რეალურად დომინანტები და მე ანუ არ შენ ვცდილობ. ახლა იმას მეუბნები რომ მე დომინანტი არ ვარ და ცდილობ ხო? ანუ ხარ დომინანტი? კი, ვარ დომინანტი. ხარ დომინანტი. კი, ბატონო. ანუ მოგწონს ეგ ფაქტი? კი. ყველაფერში დომინანტი ხარ? არა. არა. რაში არ ხარ დომინანტი? მძიმე წონებში. ანუ აი კაცები რომ მძიმე წონებს წევენ ზედატანზე, მაგაში მარტო ვარჯიშზე რატო ფიქრობ ჩემი? აუ არ ვიცი, აბა სხვა არაფერზე არ მიფიქრება ხო? გამოდი დარბაზიდან. დადე ეგ შტანგა. დადე ხო რა. არასდროს. კარტოფილი გათალე რა. რაღაცა ქენი. კარტოფილი შეწვი რაღაცა ქენი. ანუ კარტოფილი ძალიან გემრიელია, მაგრამ თან საჭმის კეთება იცი? იცი რა არის? არა. საჭკეთება იცი მართლა. აი, ძალიან მაინტერესებს. ისეთ საკვებს ვიღებ, რომ მე რაც მჭირდება, ის ვიცი. მაგრამ შენ რაც გჭირდება, რაც ხორცს ეხება, ხო, ეგ არ ვიცი. იმიტომ რომ ხორცთან არ მაქვს შეხება. სულ სხვა რაღაცაზე უპასუხე ახლა, ანუ სხვა კითხვაზე უპასუხე. ხო და მე ვუპასუხე კითხვაზე, რომ საჭმის კეთება იციო და რაც მე მჭირდება, ის ვიცი თქო. მაგალითად, რა საკეთებ? მაგალითად, კვერცხს ხარშა. აი, ნახე. ძალიან კარგად. საჭმის. აი, მეგრელია. აუ, რატო ბლინებსაც ვაკეთებ? მეგრელია, ნახე, მეგრელია რა. ანუ საჭმის კეთება იცი რა რას ნიშნავს? მოდი, გავიაროთ ეს წინადადება. საჭმის კეთება იცი. ხო. გავიაროთ. გავიაროთ. ხო,
ან გულისხმობს იმას, აუ მე დავლევ რა, არ ვიცი ისინი რას ლაპარაკობენ. ადამიანების დაახლოებით 95% ჭამს ყველაფერს, ხო? ანუ ხორცაც 5%-ია ერთადად რომელსაც. შენაირები. ვინც ხორცს ჭამს? ჩემი 95%, დიახ. საუკეთესო ნაწილი მსოფლიოს. ანუ ესეც ხორცს ჭამს. არა მე არაფერ წინააღმდეგი არ ვარ, ვისაც როგორ უნდა ის უნდა ჭამოს და ის არ უნდა ჭამოს, უბრალოდ ის არის, ხო, ვამბობ რა. ხო და შესაბამისად საჭმის კეთება იცი, გულისხმობს იმას, რომ იცი თუ არა საჭმის კეთება. ხო? ხო? ლოგიკურია. ლოვიო. როგორ თუ ხმერული. არა, ეგ არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ოსტრი. ლობიოს ვიზავ კი ბატონო. ოსტრი. ხინკალი. აი, ხინკლის გაკეთება იცი? არ ვიცი, იმიტომ რომ ხორცს არ ჭამს. კარტოფილის. კარტოფილი კი ბატონო, კი. კარტოფილის, სოკოს. ერთ ხინკალი შეგვიხვიო რა. ახლა. ანუ უბრალოდ არც გაიკეთები, არც გიცდია? არა, არ მიცდია, მაგრამ მგონია რომ ანუ, ოკეი, შენ არ ჭამ. უეჭველი გავაკეთებ რა. ანუ ეგ გასაგებია ხორცს არ ჭამ, ეგ მისაღებია, გავიგე, ანუ სხვისთვის თუ გაიკეთებია. რა დალია? არა. ისე დალია, ხო? ხო რა, ისე დალი. ქალები. მე რა ვიცი, მე დავლიე მეგობრებო და ამას არ დაულევია საერთოდ. ქალები? ჩემზე ქალი თქვი? ხო რა, მხოლოდ დილეი აქვს. კაი, მე ვიტყვი ერთ სადღეგრძელოს რა, არ უთქვამს და. მიდი ხო. მე არ ვიცი სადღეგრძელო. მე თქვი ნახე ზოგადად სანამ დავლივდა მაშინ ვაპირებდი ამ სადღეგრძელოს თქმას რა, იმიტომ რომ მე შემოატრიალებდა და ისე იტყოდა ჩემი აზრით, შენ ხო წინასწარ ფიქრობ ანუ რაღაცა. გავუმართოს მან დილოსნებს რა. ვაუ. რატო იცი? იმიტომ რომ მართლა ისეთი ადამიანები არიან, საჭირო ადამიანები რა. მანდილოსანი სუსტი ადამიანია? არა. არა, სუსტი არ არის. მაგრამ მამაკაცზე უფრო სუსტი არის? ბიჭო, რაღაცებში შეიძლება, რაღაცებში არა რა. ფიზიკურობაში შეიძლება, კი არა და. მანახე შენი ბიცეპსი. და გეტყვი ვინ ხარ შენ? არა რა. გაგიმარჯვეთ. მადლობა. აი ხარ დალეული აქვს, მაგრამ გაგიმარჯვეთ, თქვენი მუსკულებიანა. არა, მართლა მაგარი კონტენტი გაქვს მართლა რა. მადლობა. ხო და რა ვიცი. ხო არ გავიდეთ. შინიაში. და მარტო შემოვა. შინია. აუ ძირითადად ეგრე ხდება მართლა კი, ეშინიაც ჩემი კი. მახა. ვიცი, თვალებში გეტყობა. ის ხო ლამაზი თვალები მაქვს. მე უფრო. ხო. არა, აი რა კითხე და რა მიპასუხე ხა. ანუ ქალი ხარ ახლა შენ. ლამაზი თვალები მაქვს თუ არა? მე უფრო. ნახე, ანუ სადღაც შუაში გაქვს ლამაზი. ხო, თვალი გაქვს შუაში. და ისე რა ლამაზი? ხო. ერთი ძალი გაქვს შუაში. კაი. მწვანე თვალები გაქვს, ხო? კამელეონი. კამელეონი მაქვს. ოპა. ხო, რა ვიცი. არა. ანუ კი. ანუ კი, ხო, ასე კი. ხო, არ იტყვის ახლა მომეწონე და მწვანე თვალები გვაქვს. გავამწვანე. მე ძალიან მიყვარს მწვანე აუ, საერთოდ არ ვისმენ. გავამწვანე. რაიმე ესეთი ისტორია ხო არ გაქვთ? ანუ რა გაგიკეთებიათ? რის გამოც გსხვენიათ რა. დღემდე. კი. კი. მე მქონია ეგეთი რაღაც. ხო. მაგალითად ეხლა ვიყავი. ზოგადად ბავშვობაში მიყვარდა ხოლმე რაღაცების აი აღება და ყოველდღე. ერთხელ ბავშვობაში ნახოს ვიყავი საფრთხე და მაღაზიაში შევედი და სნიკერსი იყო და ავიღე რა და ჩემს მოსმენია სნიკერსი ავიღე წამოვიღე. გამიტარე რა. ხო და თურმე გამყიდველი გვერდით ედგა და ყურით დამithრია ასე რა და შემათრია რა ხო და ოკეი, ანუ იპარავ. არ ვიპარავ უბრალოდ ეგეთი რაღაცა გამიკეთებია რაც მცხვენია რა. ოკეი, კაი. შეიძლება კიდე ბუნებაში მოვიფსია. აი ძალიან მცხვენია მაგას რა. ზღვაში აკვე თემკაზე მე წეღან თქვი რომ რასაც მიყვებიან წარმოვიდგენ თქო და ეს წარმოვიდგინე. თემკა ხო ბუნება ზღვაში წყალფილი. აუზზე? არა, აუზზე არა. ოჩა. აუზში, მაგრამ აუზშიც არა. ზღვაში ყოფილა. ვაღი არა. ყოფილა. აში სულ ხარ ისე ხო? ცურვა იცი? კი. მე არა. არ იცი ცურვა?
ეს შენა ჩაიძირები. არდა წყლის ნიშანი. რატო არ ჩაიძირები, იცი? ბატიმუტი და ძალიან გამეცინა. არა, მართლა ხო გაგეცინა. კაი, შენ მოყევი სიქსხვენი. არაფრის ვაფშე. არა? საერთოდ. არ გაიკეთებია რამე ესეთი? არა. ანუ არ მახსენდება ხო, არ გამიკეთებია არაფერი ისეთი. ანუ მე ძალიან სწორად ცხოვრობ შენია. ცხოვრობ კი, მართლა. და მომწონს ჩემი ცხოვრება და მომწონს ზოგადად როგორც მიმყავს რა, ყველაფერი აბსოლუტურად. ოკეი. არც მომიპარავს, არც ნიკერსი მით უმეტეს არა ჯანსაღი მეგობრებო ხო? ჭამეთ ძალიან გემრი. ანუ არ ჭამოთ. კაი, რამე კითხვა თუ არ გაქვთ ერთმანეთთან? შეგვიძლია კულმინაციამდე მივიდეთ. რამე კითხვა თუ არ გაქვთ? რავი, გააქვს? რავი შენ. გააძრე რა. მე პრინციპში ვიფიქრე რომ მეთქი კამერები რო გაითიშება, მე რაღაცებს ვკითხავ მეთქი რა. იქიდან გამომდინარე რომ ახლა ეგეთი ხარ. ჯანიანი? ანუ ეგრო კითხვა. მე სხვაგან ვარ. ისე რამე ის ხო არ გაქვს ჩემს მიმართ შიშის მომენტი მართლა. არა, თქო უნდა. აუ არა და ძალიან მარტივად შემიძლია აგიღო და დაგდო. მე რა ძალიან მიდი. ეხა მუსიკას თუ ანუ ჩავკავ. გაქვთ მაგის სურვილი? მე ზოგადად არ მაქვს. რა რატო არა? ანუ ზოგადად რაღაც ამიღო და გაკეთო ეგ გიყვარს? კი. ანუ სურვილი გაქვს. მოზალადი ხარ? სურვილი გაქვს რომ არა, ამიღო და მოძალადი არ ვარ. ანუ საყვარლად მოზალადი მოძალადი. ასე ავიღებ. ანუ ტოვატრიალე. თუ ღირსია? კაი, ეხა სურვილი აქვს რომ აიღოს და დამდოს. ხო. ოკეი. ამწევ. ბიცეპსზე იცი რამ ხელას წევ? რამხელას? ანუ ცალხელზე 15, ცალხელზე 15. რამდენი კილო? 30 გამოვიდა. ფლაშე ხა 30 გამოვიდა ჯამში? აწევ 35 ვარ 30 მე. წავწევ აქედან და 30 აქედან. ოკეი, ბაზარია. 1 2 3. კაი, თვალებს არ ვახელთ, ხელები ჩამოწიეთ. ჩამოწიეთ ხელები, თვალები გახილთ. კაი. სად დაპატიჟებდი და სად წახვიდოდი თამთასთან ერთად? თუ წახვიდოდი. მე მაგალითად მივიდოდი სტუდიაში და ვნახავდი როგორც ეკლავს. აჰა. ოჩა. ანუ შენ უნდა დაპატიჟო შენ ხორცთან ერთად რა თქმა უნდა, ხორცთან ერთად მივიდოდი. კანს მიიდანიას. არა. რა შევცვალო? მიდი. ხომრობ. კანს რო ჭამს ეს? ხომრობ. ოკეი. ხომრობ. და არ გაგეცინა. Red flag. აუ ძალიან ბევრი red flag მაქვს დააგროვებული შენზე, მაგრამ არ ვიმჩნევ ხო? დაიწყე აბა. ოკეი. ჩამოთვალე. შენ მე არ ვიცი შენ რა ჩვენე. ჩამოთვალე. მეც არ ვიცი ხო? გიგას red flag-ები ჩამოთვალე. დავай. არა, ესე მართლა არაფერი, ძალიან ისეთი დადებითი ადამიანი ჩანს რა. ანუ კარგი ადამიანია, მოგეწონა. სიმპათიური ვარ შენი აზრით. მიხარ. იცი რა არის? აი ესე გარეგნულად რო შევაფასო ვინმე რა, ეგეთი რაღაცა არ მაქვს. კი, ძალიან კარგი რაღაც არ ბიჭია. გაქვს, ან ვერ ხედავ თუ? არა, ვხედავ, ძალიან ლამაზი თვალები მაქვს, რას ვერ ვხედავ, მეგობრებო. ამაზე რა შუაშია, მხედო. ერთი წუთი. ხო. შეგიძლია მოხვიდე? ხო. ანუ მართლა ძალიან სიმპათიური ბავშვი ხარ. მოდი, თვალებს დავხვიჭავ და ანუ ამას ხო მასზე ის უმცროსი ტიპები უფრო მოწონს. აუ ხო და მიჩვეული ვარ. რა ვქნა? ანუ თან თვითონაც ბავშვები უყვარს და მაგიტო ხდები? არა, სხვა გაგებით არის. ანუ შეგიძლია ასე გაძვრე. არა, სიმპათიური ხარ, ჩემ დასწუნი არაფერი არ გჭირს და ვფიქრობ, რომ არც არავისი რა. უბრალოდ დადებითი ენერგია. კაი, რა არ მოგეწონა გიგაში? ის რომ კუნთი არ აქვს. ის ხო აქვს. ის ერთი ხო აქ რაღაც. მიდი, დავაი, მიზუმე. მიზუმე? უყურე ხა. ოპა! აი, ხელები გადაწიეთ, ახლა და დავასრულოთ. დავაი. მოდი. აუ, ახლა ძალიან ასვამი ვარ, მაგრამ მიდი რა. ვაჩი. კარჩე? შენ თუ გადამიწევ. თქვენ კიდე გამოიწერეთ მეგობრებო, ჩემი არხი. ბევრი დეითი. სურვილზე მოდი თუ ყურეთ. ერთ სურვილზე ნახე. hold on. რა გააჩნია მოიც მე იმას ვაკეთე, მე ამას ვაკეთე.
დავაი. აუ, აი ეს გადადეთ, რომ ჩემ ბიცეპსი გამოჩნდეს, მეგობრებო რა. ეს აქეთ დავდოთ, რომ ჩემი არ გამოჩნდეს. Hold. Let's go. Go! ეს იყო მადლობა.